გამარჯობა მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩვენს არხზე, სალომის გარეშე. ვიწყებ ამ ვლოგს, რადგან დღეს არის პარასკევი, ვმუშაობ და ვარ სახლში. კვირის დღეებში სულ სახლში ვარ და მე შაბათ-კვირას გავდივარ ხოლმე სალომესთან. ხოლმე შესვენება 2 საათია და გადავწყვიტე ეს დრო გამომეყენებინა და ვლოგი დამიწყო. საღამოს ვაპირებდი გადაღებას, მაგრამ გადავწყვიტე ეს დრო გამომეყენებინა და ვლოგი ჩამესვა, თან დამესვენა. წეღან ვჭამე სენდვიჩი, რომელსაც ჰქონდა კარაქიანი პურის გემო, კრემყოლი ჰქონდა, გაუდა, სალათის ფურცლები და ავოკადო. და რაღაც აკლდა მარილი, მაგრამ მოვაყარე მარილი. ჩემი სტაფილო, წვენი და კომპიუტერი, სადაც ახლა ვთარგმნი ბოლო რამდენიმე გვერდს. მე მგონი წინა ვლოგში ვახსენე, რომ მთარგმნელად დავიწყე მუშაობა ჩემი პროფესიით, კი ვთქვი და მოკლედ ახლა მაგას ვაკეთებ რა. და დღეს ხოთა შორის მქონდა შეხვედრა, გუშინ დამინიშნეს საღამოს და დღეს რო შევედი შეხვედრაზე, კარგი ამბავი გამიზიარეს, შემომთავაზეს რომ შევითავზე კიდე ერთი პოზიცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურებით, რაც ცოტა გამოცდილება მქონდა რამდენიმე დღე ჩემს თანამშრომელს შევეცვალე, day-off-ები მქონდა და უკვე გაკეთებული მაქვს ეგ საქმე და ვიცი როგორ კეთდება დაახლოებით. და ამიტომ გადაწყვეტილების მიღება არ გამიჭირდა, ეგრევე დავთანხმდი, იმიტომ რომ ეხლა რასაც ვაკეთებ, ძალიან დავმშვიდი და თავიდან რო დავიწყო მუშაობა, ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ მქონდა თარგმანი, გასაკეთებელი 2 კატალოგი. მე ამ კატალოგებს ვასწორებ, თარგმანში არ იყოს შეცდომა, თაიფო არ მქონდეს, კატალოგზე ვარ სრულად პასუხისმგებელი. ჩემს ერთ კოლეგასთან ერთად ის კოდებს და ფასებს წერს, ხოლო მე თარგმანის მიხედვით ვმუშაობ. და ვიზუალურად გასწორებული მოდის ყველაფერი, უბრალოდ იქ თუ რაიმე სპეისია საჭირო დაშორება, რაღაც ისეთ გადატანა, აი მაგებს ვასწორებ და ამასთანავე, როდესაც მუშაობას დავასრულებ კატალოგზე, ვიწყებ ამ კატალოგში არსებული ინფორმაციის Excel-ის ფაილში შეყვანას, campaign briefing ქვია, სადაც მე უნდა გადავიტანო მთელი ინფორმაცია, რომელიც იქნება შემდეგ მიბმული საიტზე და წარმომადგენელი თუ მომხმარებელი, რასაც შეუკვეთავს, სწორად მიუვიდეს, სწორი ფასით, სწორი პროდუქტი და სწორი ფასდაკლებით. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა ორივე, ძალიან გამიმართლა ჩემს კოლეგებში. მე ვმუშაობ ჩემს გოგოებთან ერთად საქართველოს მარკეტინგის თიმი და გაყიდვებიდანაც და უკრაინაში მყავს 2 თანამშრომელი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ ბრიფინგზე, პოლონელებთან ვმუშაობ კატალოგზე და მოკლედ ძალიან ყურადღებიანი ვარიან, ძალიან გამგებები იყვნენ, იმიტომ რომ პირველი 2 ცოტა სტრესული იყო ჩემთვის, რადგან ძალიან ბევრი საქმე მქონდა და თარგმანის გარდა კიდე რომ რაღაცების მოერთება გიწევს, არის ძალიან საპასუხისმგებლო, თან ცოტა გეშინია, მაგრამ ეხლა დავმშვიდდი და რატო დავიღალი ლაპარაკით არ ვიცი. აი დამშვიდება რომ დავიწყდა კომფორტის ზონაში შესვლა, გამოჩნდა ახალი ოფერი, რომელსაც დავთანხმდი, რადგან როგორც გითხარით, მქონდა რამდენიმე დღის გამოცდილება და დაახლოებით რო ვიცი რა და როგორ არის, უკვე ვიცი რომ კარგად გადავანაწილებ საქმეს. და ახალი გამწვევის წინაშე დავდეგი, ესე იგი მოდუნება არ დამცალდა, ისევ ტონუსში შევდივარ და ისევ ძალიან სწრაფად უნდა ვიმუშაო. კარგია. ძალიან კარგია რომ თაკო ესე სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ ძველი თაკო 5 წელი ფიქრობდა ამაზე, შეეშინდებოდა და უარს იტყოდა. ახალი თაკო, რომელსაც ძალიან ბევრ ამას ვაძალებ, უფრო სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. და აღარ ეშინია რაღაცების ისე ძალიან როგორც ადრე ეშინოდა. და ძალიან კარგია, იმიტომ რომ ასაუბრებებზე ჩემს მაქსიმუმს ვერ ვაჩვენებდი ვერავის. სულ ვიყავ ძალიან მორიდებული, ყოველთვის მეშინა და ყოველთვის ვფიქრობდი და ეხლაც ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ ადრე უფრო ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ჩემზე უკეთ იცის და მე არაფერი არ ვიცი და რაც არ უნდა გავაკეთო და ვისწავლო, მაინც ვიღაცა ჩემზე უფრო ჭკვიანია და რაღაცებზე ძალიან ბევრ რამზე ვიხევდი უკან და ამის დრო უკვე აღარ არის, იმიტომ რომ უკვე დროა ვხედო ჩემს კარიერას. უკან წარმოგიდგენთ. თვითონ ჩემის და ჩემს მიერ შეძენილი საყინულე, რომელიც ნერვებს მიშლის, რადგან
სახლში სხვა ადგილი ვერ მოუძებნეს დადგეს აქ. მაცივარი მაინც იყოს რამეს ჩავაციებდი ნაყინი შეიძლება ნაყინის ამინდი არ არის ჯერ. და ყელი გამიცივდება. ქრონიკული ტონზილიტი მაქვს. აურა, დასვხობა რა ხალხო. მე ვარ ადამიანი, რომელიც ესე დახტის თემიდან თემაზე. და ეს ჩემი მეგობრებისთვის და ჩემი დისთვის და ახლობლებისთვის არ იქნება უცხო, მაგრამ თქვენთვის თუ ეს უცხო გთხოვთ. დამინდეთ ესე ვიცი ლაპარაკი. ინის წინაშაბათს ვიყავით. მე და სალომე სასეირნოთ და იყო არაფრის კეთების დღე. ვლოგის გადაღება გვინდა და რაღაც კადრები მაქვს და რაღაცნაირად ვერ შევაკოწიწეთ ვლოგი. ხო და ისე მოგიყვებით. თან კადრებსაც დავვრთავ. ესე იგი, დილით არა. შუა დღეს 3 საათზე მოვემზადეთ, იმიტომ ძალიან გვიან ავდექი მე. წავედით, ვიბრანჩავეთ. დიდად არ მოგვეწონა ტოსტი, იმიტომ რომ ცოტა ყველი იყო და ბევრი პური და არაფერი განსაკუთრებული, თუმცა ნორმალური იყო, ძალიან კაი გარემო იყო. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, 1-2 საათი გავჩერდით, მანდ მე მგონი. მე იქიდან წამოვედით ფეხით, ლოკომოტივიდან რუსთაველამდე. ნელ-ნელა, მე და სალომე ნილისიარული არ ვიცით, თუმცა იმ დღეს ძალიან ნელა წამოვედით. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, window shopping-ი გავაკეთეთ და window shopping-ეთ და მე ნიკამ დაგვირეკა, უკვე იყო თითქმის 7 საათი. ან 8 იყო დაწყებული, სადაც ხარ ჭამოთო, ჩვენ უთხარით ჭამოთ თქო, მაგრამ სადაც გვინდა და არც არ იყო ადგილი. საერთოდ და გადავწყვიტეთ წავსულიყავით ბაზარი ორბელიანზე, რადგან იქიდან ვიძახებთ ხოლმე პიცას და მოგვწონს crusty ქვია. თუმცა რომ მივედით, აღმოჩნდა ეს ჩიკაგოს პიცა თან crusty-ც იყო, მაგრამ იმ პიცას რასაც ვიძახდით არ ქონდათ. ხო და ყველაზე მეტად რაც გაგვიკვირდა ეს მოვწო. იყო გადაკეტილი საპერფერიშოს კარი, რომელშიც შესვლა ღირდა ლარი. და ძალიან გაგვიკვირდა, იმიტომ რომ ჩვენი გამოცდილებით ყველგან შედიხარ ჩეკით. რაღაცაც გადაიხდი fast food-ის ობიექტზე. ხო და სალომემ დადო ვიდეო TikTok-ზე, ამას მოვა ერთი ამბავი, ხო მე ერთო ხალხი რა დღეში ჩავარ და ისე გაუკვირდათ, რომ ჩვენ გაგვიკვირდა, იმიტომ რომ არ ვიცი რატო. ყველა იმას წერდა, რომ ევროპაში ეგრეა, ევროპაში ჩეკით შედიხარ, კარგით ხალხო ლარიანზე წუწუნებ და ასე შემდეგ და ევროპაში ჯერ რომელ ქვეყნებში ამასე რომ დავაკონკრეტოთ, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებში ყველგან ერთი და იგივე წესი არ არის და მე მიხარია რომ ეს ადამიანები იყვნენ ევროპაში და Starbucks-ში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ამას აღნიშნავდნენ. კარგია, მაგრამ ევროპაში 300 ლარი არ აქვთ ხელფასი ადამიანებს. ევროპაში ექთნის მასწავლებლის, ექიმის და სხვა ადამიანების პროფესია უფრო მეტად ფასდება. ექთანს რომ 300 ლარი აქვს ხელფასი და ექიმს კიდევ რაღაც მიზერული ხელფასი 500 და 600 ლარი, არ ვიცი, 1000 პირობითად და შვილებს წაიყვანს შაბათ-კვირას. საჭმელად 3 შვილი და 4 შვილი რომ წაიყვანოს, ან 4 ბავშვი ვიღაცის მეგობრის შვილი თუ რა ვიცი რა მნიშვნელობა აქვს. ხელის დაბანაში თავისი 300 ლარიანი და 500 ლარიანი ხელფასიდან 5 ლარი ხელის დაბანაში რატომ უნდა გადაიხადოს. მოდელი აქციები მიმართულია ყველაფერთან ერთად სოციალურ პრობლემებზე, თუმცა ეხლა ამ მომენტში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვდგავართ. და ადამიანების გაფიცვა იქნება თუ პროტესტი ემსახურება უფრო მნიშვნელოვან საკითხებს, რაც შეეხება ესეთ სოციალურ საკითხებს, რომელიც გვგონია რომ მთავრობის შეცვლასთან ერთად მოწესრიგდება. მე ამის იმედი არ მაქვს, რომ მთავრობა თუ შეიცვლება და ვინმე მოვა ოპოზიციიდან, ამაზე დიდად იდარდებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პრაქტიკა წარსულშიც და აწმყოშიც, რომ მოსახლეობის ბედი თითქმის არავის არ ადარდებს. და ამაზე თუ შენ არ მოიღეხმა და მე თუ არ მოვიღეხმა, ეს არ მოწესრიგდება. იმის არ იყოს რუსთავში რაღაც ქანდაკება დადგეს. ერთი ამბავი და სოციალურ ქსელებში და მეორე დღეს გააკრეს ეგ ქანდაკება და მსგავსი ამბავი თუ ატყდება, ეს ადამიანებიც დაფიქრდებიან, რომ ხომ არ შეგვეშალა იქნებ რაღაც არასწორად გავაკეთეთ და შევცვალოთ, ან უფასო გავხადოთ, ან ჩეკით შესვლა გავხადოთ, ან რა ვიცი უფრო გავზარდოთ ფასი ცოტა ლარი. რაღაცაზე დაფიქრდებიან.
ხო და ერთმანეთის დაცინვით ქვეყანა არ აშენდება. აუ, ლარი არა გაქვთ რაღაცები. ხო, არა მაქვს. მე რა გაგიკვირდა, რომ დღეს შეიძლება ადამიანს ამ ქვეყანაში ლარი არ ქონდეს. არ არის გასაკვირი. ძალიან ბევრი გაფიცული ადამიანია და ძალიან ბევრი უმუშევარი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში. მოკლედ ეს დამკვირვად. მე მეორე დღეს თუ არ ვწდები, თუ არ ვიცი, წავედით კინოში. კონკლავზე. ამ ფილმში მონაწილეობს ორი ცნობილი მსახიობი, Ralph Fiennes და Stanley Tucci. და ქართველი უნიჭერესი მსახიობი მერაბ ნინიძე. უფრო მეტად დრამას ველოდით, რადგან მოგეხსენებათ ეკლესია სავსე ინტრიგებით. კონკლავი არის ესე იგი, როდესაც პაპი გარდაიცვლება ან გადადგება, პაპი დგება, არ ვიცი. როდესაც პაპის არჩევნების დრო დგება, კარდინალი არის პაპის შემდეგ საფეხურზე მდგომი სასულიერო პირი, ისინი შეიკრიბებიან, სადაც განმარტოვდებიან, იკეტება აბსოლუტურად მთელი შენობა, ფანჯრები, კარი არავინ შედის და არავინ გადის იქიდან ამ კონკლავის პროცესის დროს. ეს არის არჩევნები, სადაც უნდა აირჩიონ ახალი პაპი. დღეში რამდენჯერმე ტარდება მგონი ეს არჩევნები, მანამ სანამ არ აირჩევენ პაპს. ფურცლებზე წერენ სახელებს და წვავენ. შავი კვამლი ნიშნავს, რომ პაპი ჯერ არ არჩეულა, თეთრი კვამლი ნიშნავს, რომ მათ უკვე აირჩიეს ახალი პაპი. აბსოლუტურად მოწყვეტილები არიან გარემოს და ორიენტირებულები არიან ამ არჩევნებზე. და ეს ხდება ჩვენს ფილმში, სახელის კონკლავიც მაგას მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ დრამას ველოდით, ესეც ძალიან საინტერესო იყო. კოსტიუმები, გადაღება, მონტაჟი, ყველაფერი იდეალური, მსახიობების შესანიშნავი. The boy who lived come to die. თამაშობს უკვე. The boy who lived come to die. ძალიან და ტუჩიც ძალიან მიყვარს. შმაკსაც ვიაპრადიდან გეცოდინება ჯულია Grand Budapest-დან და მოკლედ ძალიან ნიჭიერი კაცია, ინსტაგრამზეც ყავს გამოწერილი, რაღაც კოქტეილებს აკეთებს ხოლმე და მოკლედ საინტერესო და რა თქმა უნდა ჩვენი განსაკუთრებული მეკრებინიძე. ამ სამ ადამიანს ერთად რომ ხედავდი და ამ სამი ადამიანის დიალოგს რომ ვუყურებდი და ვისმენდი, perfect. ბოლოს ცოტა შორს ვიცინე, იმიტომ რომ საერთოდ არ ველოდი მასეთ დასასრულს. ვიცოდი პაპი ვინც გახდებოდა, ყველა მივხვდით, დასაწყისში ვხვდებით ყველაფერს, უბრალოდ ბოლოს ძალიან უცნაური რაღაც ხდება რეალობისთვის, რა რეალობის წინაშე ჩვენ ვდგავართ. იქ ინტრიგებიც არის, წარსულის ცოდვების ამოქექვაც არის და ხედავთ რა ადამიანები და ეს კარდინალები რაღაც მაიმუნობებს აკეთებენ იმისთვის, რომ გახდნენ პაპები და საწედელს მიაღწიონ. ბოლოს კი აირჩევენ ადამიანს, რომელიც რაღაც ერთად გადაწყვეტენ, რომ ის ადამიანი არის იდეალური კანდიდატი, რომ იყოს შემდეგი პაპი და ბოლოს ლორენცი აღმოაჩენს, რომ პაპი, რომელიც უნდა აკურთხონ, ესა უნდა გახდეს პაპი, არის ინტერსექსი ჰერმაფროდიტი და ეს იმას მიუთითებს და ის მისცემს საშუალებას, რომ გახდეს ეს ადამიანი პაპი. ხო და ეს იმას ნიშნავს, რომ პაპი ზოგადად ადამიანი, ზოგადად სასულიერო პირი, ზოგადად ჩვეულებრივი მოქალაქე. იმით კი არ უნდა განსაზღვრო, რა დამსახურებები აქვს, როგორც წარმოაჩენს თავს სამყაროს წინაშე. არამედ რამდენად წმინდა სული აქვს, კარგი ადამიანია, კეთილი გული აქვს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის ინტერსექსი და ხდება პაპი, ქრისტიანების გარკვეული პროცენტისთვის არის მიუღებელი, რეალურად უფრო მეტ კარგ რამეს გაუკეთებს ქრისტიანობას, ხალხს და სამყაროს, ვიდრე ის პაპები, რომლებიც გულში და ტვინში რა საშინელება და სიბინძურეობთ, არავინ არ იცის. აი ამის თქვა უნდა და ალბათ რეჟისორს უფრო მეტი დაძაბულობა მინდოდა რა. მაგრამ მაინც ძალიან მაგარი იყო, რაც იყო სათქმელი კითხვეს და ძალიან სასიამოვნო საყურებელია. ყველაფერი ძალიან კარგია. უყურეთ. მე წავედით მეორე დღეს, თუ მესამე დღეს ფრანგულ კომედიაზე, რომელიც ეხლა ხანს გამოვიდა. არასწორი ფსიქოლოგი და ძალიან ბევრი ვიცინეთ, ძალიან კარგი იყო მართლა. ოღონდ ვინმეს თუ გაქვთ ფრინველების ფობია, წინასწარ იცოდეთ ან არ წახვიდეთ, ან რაღაც მომენტებში ძალიან ბევრი ფრინველები ჭარბობს ამ ფილმში. მე ფრინველები ძალიან არ მიყვარს. შიში არ მაქვს, უფრო ზიზღი მაქვს. ფრინველს რო ხედავ, ვერც კი ვჭამ საჭმელს და ფრინველის ხორცს საერთოდ ვერ ვჭამ. და ხო ჩემთვის დისკომფორტი იყო, მithumetes ახლა ვისაც ფობია აქვს, განსაკუთრებით რთული იქნება მათთვის ყურება. კამერა ხურდება
და ითიშება ხოლმე. კიდევ რაც შემიძლია გითხრათ არის რომ ზარადან მივიღე ამანათი იანურის ფასტაკლებები რომ დაგვავიწყდა მე და სალომეს და ყოველთვის ესე გვემართება და ბოლოს გამახსენდა შევედი და რამდენიმე ნივთი იყო რაც მოვეწონა და შევიძინე და ეხლა მოვიდან და გაჩვენებთ. მეგონა რა ძალიან პატარა მექნებოდა და არ ვიცვამდი. ეხლა ვიდეოს გამოჩავიცვი. რა თქვათ ის მეჩვენებინა. ძალიან მეშინდა და რო არ ბომბერგოს მეთქი და 1-2 კილო დავიკლო იდეალურად მექნება. იმიტომ რომ მომატებული ვარ. და გიტკაი სტაფლობი და არა ჩიპსი. კვირალა პრინტი არ არის და იქ მომწონს ყველაზე მეტად. მე ზოგადად ძალიან მიყვარს ლეოპარდის პრინტი. მაისურებსაც გადავიცვამ და ერთად ვიცინოთ. იმაზე თუ როგორ არ ჩამეტევა. თაკოპუსკუნა. ყოველდღიურად ძალიან ესეთი მაისურები მე ძალიან მიყვარს casual სტილი და ვერი პონჩოა. ლამაზია. მაგრამ ნუ შიგნით რაღაც უნდა გეცვას. კლეთ. ეხლა მე წავალ გავაგრძელებ მუშაობას იმიტომ რომ 45 წუთი ვლაპარაკობ. და ეხლა ეს უნდა დავიჭრო მე რამდენი ვლაპარაკე. წავალ ეხლა მე ვიმუშავებ. დროებით.